მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ეკატერინე ესებუა, ბლოგერი, ჟურნალისტი და ფოტოხელოვანი. ვიდეო სიუჟეტებმა იურიდიული ფირმა გაბრიელის ოფისიდან დიდი ინტერესები გამოიწვია ქართულ ემიგრანტებში. გვეხმიანებიან სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, აინტერესებთ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. ამიტომაც გადავწყვიტეთ გავაგრძელოთ ვიდეო სიუჟეტების ციკლი ფირმა გაბრიელიდან, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს მიღებული 20 წლიანი მოღვაწეობის შედეგად. აქ 200-ზე მეტი პროფესიონალი მუშაობს და მათ მიერ მოგებული საქმეების შედეგად $100 მილიონ მეტი კომპენსაცია გაცემული წლების განმავლობაში. ბრუკლინის ეს ოფისი 1 წლის წინ გაიხსნა და ძალიან ადვილია მისადგომად მათთვის, ვინც ბრუკლინში ცხოვრობთ. ბევრი ჩვენი თანამოქალაქე მუშაობს Uber-სა და Lyft-ის მძღოლებად. დღეს მათთვის ძალიან საჭირო ინფორმაციაზე ვისაუბრებთ. თუ როგორ შეუძლია გაბრიელის იურიდიული ფირმა დაეხმაროს სხვადასხვა ტიპის ავარიის შემთხვევაში. იყო მრავალი შემთხვევა, რომლის დროსაც სერიოზულ ავტოკატასტროფაში მოხვედრის შემდეგ პირებმა მნიშვნელოვანი ფულადი კომპენსაციები მიიღეს ფირმა გაბრიელის წყალობით. მოხარული ვართ წარმოგიდგენოთ პროფესიონალთა ჯგუფი, რომლებიც ნამდვილად იზრუნებენ თქვენზე. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავესაუბროთ მარიამ კოპალეიშვილს, რომელიც იურიდიული ფირმა გაბრიელის პარალეგალად მუშაობს. მარიამ, თუ შეიძლება გითხარით, რა სიტუაციაში შეუძლია თქვენს კომპანიას დაეხმაროს Uber-ისა და Lyft-ის მძღოლს ავარიაში მოყოლის დროს? რა თქმა უნდა, ჩვენ დაგეხმარებით სრულ პროცესში დაზღვევის საჩივრის შევსებიდან დაწყებული საკომპენსაციო მოლაპარაკებებით დასრულებული და საჭიროების შემთხვევაში დაგეხმარებით თქვენი кейსის სასამართლოში წარმოდგენაში. პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, არის რომ დარწმუნდეთ ყველას უსაფრთხოებაში და დაუკავშირდეთ პოლიციას. არ დაგავიწყდეთ მომხდარის დოკუმენტირება, გადაუღეთ ფოტოები დაზიანებებს, შეაგროვეთ მოწმეების შესახებ ინფორმაცია და შეატყობინეთ მომხდარის შესახებ Uber-ს, Lyft-ს და სამართალდამცავ ორგანოებს. ეს უმნიშვნელოვანესია თქვენი საჩივრისთვის. რა მოხდება თუ უსაფრთხოების ღვედს არ ატარებთ? როგორ იმოქმედებს ეს შემდგომ საქმეზე? კარგი კითხვაა, თუ თქვენ არ გეკეთათ ღვედი, შესაძლოა დაცვის მხარემ ეს არგუმენტად წარმოადგინოს, რომ თქვენი დაზიანებები ნაწილობრივ თქვენი ბრალია, რაც შეამცირებს თქვენი საკომპენსაციო თანხას. ასე რომ მუდმივად ატარეთ ღვედი, არა მხოლოდ უსაფრთხოებისთვის, არამედ თქვენი უფლებების დასაცავად. დღეს ბევრი ჩვენი თანამოქალაქე მუშაობს მშენებლობაზე ლეგალურად თუ არალეგალურად. მოდით ვისაუბროთ სამშენებლო ავარიებზე. არის შემთხვევები, როდესაც კედლების ჩამონგრევის შედეგად მუშები ქვეშ მოექცნენ. ასეთი ავარიები შეიძლება მომაკვდინებელიც აღმოჩნდეს. მსგავსი ინციდენტები სამშენებლო ტერიტორიაზე მართლა სერიოზული პრობლემაა. რა უნდა მოიმოქმედოს დაზარალებულმა პირმა, თუ იგი დაშავდა სამშენებლო მოედანზე? დასაქმებულებს მოეთხოვათ უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა და თუ ვინმე დაზიანდა სხვების დაუდევრობის ან საფრთხის შემცვლელი პრობლემების გამო, ისინი იმსახურებენ კომპენსაციას. ჩვენ მუდამ მზად ვართ თუ დროში თქვენს მხარდასაჭერად იზრუნოთ საკუთარ თავზე და თუ ოდესმე დაგჭირდება დახმარება, დაგვიკავშირდით. მეგობრებო, გახსოვდეთ, ფრთხილად იყავით მძიმე ტექნიკისა და სამშენებლო ზონების გარშემო. და თუ ოდესმე აღმოჩნდით ავარიაში, ეს იქნება ავტოკატასტროფა, სამშენებლო მოედანზე დაზიანება თუ სხვა სიტუაცია, პირველი რაც უნდა მოიმოქმედოთ, ესაა დაუკავშირდეთ იურიდიულ ფირმა გაბრიელს ნომერზე 212 780 90 90. ისინი გაგიძღვებიან სამართლებრივად ზემდგომ უწყებებში, რათა მიიღოთ კომპენსაცია, რომელსაც იმსახურებთ. ამით გემშვიდობებით, დაალოდეთ ჩვენს შემდგომ სიუჟეტებს და გამოიწერეთ ჩვენი არხი, სადაც უამრავ სიახლეს შეიტყობთ თქვენი უფლებების შესახებ.